რომელიც ამ წუთებში იმართება მაიკლ ომიძია პირდაპირ ეთერში. მაია, თუ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა უკვე ფილმის ჩვენება კინოთეატრში? ზუსტად 2 წუთის წინ დაიწყო ფილმის ჩვენება. კინოთეატრ რუსთაველის 5-ვე დარბაზში არის სრული ანშლაგი. სანამ ფილმის ჩვენება დაიწყებოდა, იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა კიდევ ერთხელ რენი ჰარდინმა, მას საკმაოდ ამაღელვებელი გამოსვლა ჰქონდა. მან იქ შეკრებილ საზოგადოებას ფილმის პირველ მაყურებელს საქართველოში უცხო რომ მას ბევრი ჰოლივუდური ფილმი აქვს გადაღებული, თუმცა როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, მიხვდა რომ სწორედ ეს სურათი იქნებოდა მისი ცხოვრების ფილმი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამის შემდეგ მან წარადგინა ფილმში მონაწილე მსახიობები და განსაკუთრებულად მიესალმა დღევანდელი საღამოს სპეციალურ სტუმარს შერონ სტოუნს. ჩვენ რამოდენიმე საათის მანძილზე ვცდილობდით გვეჩვენებინა, როგორ იკრიბებოდნენ სტუმრები, საკმაოდ ბევრი 800-ზე მეტი სტუმარი მოვიდა, უშუალოდ პრემიერის მაყურებელი და ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებდა ამ ცერემონიას თვალყურს. რიგითი მოქალაქეები, ჩვენ მოვისმინეთ, როგორი მოლოდინი ჰქონდათ მათ ამ ფილმისგან, თუმცა დღევანდელი დღის სპეციალურ სტუმარს ამის შესახებ არაფერი უთქვამს ეთერში. მან ჟურნალისტებს რამოდენიმე წუთის მას შემდეგ დაუთმო, რაც წითელი ხალიჩა გაიარა და თუ ეხლა მზად არის საეთეროდ ეს ინტერვიუ ჩვენ შეგვიძლია ეთერში შემოგთავაზოთ სხვა სტუმრების კომენტარებთან ერთად. This is maybe the most powerful night of my life. შესაძლოა ეს საღამო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. მიხარია რომ თბილისში დავბრუნდი, ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, საქართველოში. უბედნიერესი ვარ, ფანტასტიკურია რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა. ჩემთვის დიდი პატივია რომ შესაძლებლობა მაქვს საკუთარი ფილმი წარმოგიდგინოთ. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტია. I think she's drunk. It's quite good. Thank you very much. Thank you. ეს ფილმი როგორც ვიცით წარმოადგენს ცოცხალ მტკიცებულებას ზოგიერთი იმ ფაქტისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 დღის განმავლობაში რუსეთის დროს. კინოთეატრის წინ დარჩენილები არიან მხოლოდ ჟურნალისტები, რომლებიც ელოდებიან ფილმის დასრულებას, იმისთვის რომ გამოიკითხონ პირველი მაყურებლების შტაბეშტილებები. ფილმის ქრონომეტრაჟი არის საათი და 40 წუთი, დაახლოებით ამ დროში ჩვენ შევძლებთ პირველი შეფასებების მოსმენას იმ 800 ადამიანისგან, რომელიც 800-ზე მეტი ადამიანისგან, რომელიც ფილმის საპრემიერო ჩვენებას ესწრება. მე არ ვიცი, თხოვ ოპერატორს რომ გაჩვენოთ რა ხდება ახლა რუსთაველის გამზირზე კინოთეატრის წინ. კინოთეატრთან ახლოს ხედავთ ჟურნალისტებს აპივების მთელ დღეს და ჟურნალისტებს, რომლებიც ელოდებიან ფილმის დასრულებას, რომლებიც ცოტათი ისვენებენ, ცოტა ამასუთფის საშუალება მოეცათ დღევანდელი ძალიან დატვირთული გრაფიკისგან.
ნახეთ როგორ პოზირებდნენ სტუმრები კამერებისთვის, რამდენად თბილად ესალმებოდნენ, განსაკუთრებულად თბილად ესალმებოდნენ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილები არიან მოსწავლეთა სასახლესთან, მათი რიცხვი საკმაოდ დიდი იყო. რაც შეეხება Sharon Stones, მიუხედავად იმისა, რომ წითელ ხალიჩაზე იყო ბევრი მცდელობა, რამოდენიმე სიტყვა ეთქვა ჟურნალისტებისთვის, ის არ გაგუჩერდა და რეაქცია იქონია მხოლოდ იმ შეკითხვაზე, ეხლა წითელი ხალიჩის ბოლოს, რომელიც შეეხებოდა ქართულ სამზარეულოს. And I think Misha should grow a beard. When you look at Andy, you realize Misha should have a beard. თქვენ შეგიძლიათ თავად ნახოთ რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც სტუმრები შეიკრიბნენ დარბაზებში, სანამ ფილმის საპრემიერო ჩვენება დაიწყებოდა. როგორ მიესალმნენ ისინი ფილმის ავტორებს, რა სიტყვით მიმართა ფილმის რეჟისორმა იქ შეკრებულ საზოგადოებას. There are some fantastic Georgian actors who you know who are here, and then some Hollywood actors who all flew with me last night here. We landed 3 o'clock. We haven't slept, so if we look a little crazy, it's because we haven't slept. But we wanted to be here because we all, the crew who made the movie, and where's Jekyll? Jekyll, where are you? Okay. Okay. Who shot the movie, who puts all the images on the screen, and you will soon see that he is a beautiful, beautiful artist. You will see it, I promise you. He shot every shot that you're going to see. But all these fantastic actors, they came here, and I will just give you an idea. The first 2 weeks of the movie, we were in Chalka, which is a mountain town far, far away. Usually Hollywood actors stay in nice hotels, blah, 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 blah. They all stayed in a train. We had a train, a Russian, don't feel bad, but old Russian train, and that's where everybody lived. And in the middle of the night, somebody would come and put more coal in the thing so to keep it warm, and that's how we lived the first 2 weeks of the movie. And what I'm saying is what I want you to know is like the crew and my cast, we were here to tell a story. We didn't care what it took to make it. We wanted to tell a story, and the world deserves to know this story. And when you're going to watch this, imagine what they're going to think in America and everywhere else. I hope you enjoy it. მაგრამ მიდამასთან დაკავშირებით ასევე ისტორია მოგება. ამ ფილმის გადაღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და კავშირი ყავით. მოგეხსენება ყველას ისეთი შთაბეჭდილება აქვს, რომ ჰოლივუდის მსახიობები ყველა შესანიშნავ სასურველებში არიან და გადაწერილ პირობებში. ნამდვილად ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. პირველი 2 წლის განმავლობაში იყოფებოდა დასწრებული ვაგონი და აი ესე გავატარეთ ორი და ხანდახან გამყარობით ვიღაცა ხდებოდა ნახში ფრიდა ხოლმე ისე ვთქვა აღარ აი ეს პირობებში ვიყავით. მაგრამ ნამდვილად ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ეს ფილმი გადაგვეღო ესეთი უმთავრესი ის. Say that we have a really special guest tonight that all Georgia is in love with. So please welcome Ms. Sharon Stone.
სწორედ აი ამ გამოსვლის შემდეგ დაიწყო ფილმის ჩვენება, რომელიც დაიწყო დაახლოებით 10 წუთის წინ და საათ ნახევარში ჩვენ უკვე გვეცოდინება მისი აგვისტოს 5 დღის პირველი მაყურებლის შტაბ-შტილებები და სწორედ აი ამ შტაბ-შტილებების გაცვლის შემდეგ დაიწყება საქველმოქმედო ვახშამი, რომელსაც მისი სტუმრები ძალიან ელოდებიან და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ვახშამი გაიმართება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, სადაც შედარებით უფრო კამერული სივრცეა და მათ უფრო მეტი და უფრო უშუალო ურთიერთობების საშუალება ექნება დღევანდელი დღის გმირებთან და სპეციალურ სტუმრებთან.